წლების წინ, ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ, ხელისუფლება ზოგჯერ იგივე ხელისუფლება, მაგრამ სხვა კონფიგურაციით, სხვა პრემიერ-მინისტრით და სხვა პარლამენტით, ასე თუ ისე რაღაც დოზით ითვალისწინებდა, ჩემი გამოცდილებით ვიტყვი, აი ეს მოქალაქეობის საკითხთა კომისია რო შეიქმნა პარლამენტში და მაშინ შემძლე უცხოელებისთვის მოქალაქეობის მიღების გამკაცრება და სხვადასხვა 3-4 საკითხი გავიტანე. იყო იქ სხვადასხვა ჩემი სახელი არ ქვია, მაგრამ ეს ქორწინების დეფინიციის ჩაწერა, სიტი პარკის კანონპროექტის გატანა და სხვა აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ ბევრი რაღაც ზოგი ხდებოდა პირდაპირ, ან ზოგი ხდებოდა ისე, რომ თავის ინიციატივად ასახებდნენ თუ ტემპერატურა აიწეოდა და წერდნენ მაინც აკეთებდა, რომ საქმე გამოდიოდა, ხო? თავარი ეგ არის. ეხლა უკვე ბოლო 3 ალბათ 3-4 წელი კოვიდის პოსტ-კოვიდის შემდეგ პერიოდში ფაქტობრივად და მეც აღარ მიაქტიურია იმდენი ერთი იყო დავუშვათ ეს იყო ციფრულ ფულთან დაკავშირებით დანარჩენი აღარ ქონდა აზრი აქტიურობას, იმიტომ რომ ჩვენ ხედავდით რომ საერთოდ აღარ ხდებოდა გათვალისწინება, თუნდაც არც მათი ხელით. იდეა შეიძლება შენი ყოფილიყო, ტემპერატურა დაწეულიყო, მაგრამ რაც ავდოდათ არ გააკეთებდნენ მაინც და აი ამ პერიოდში ვართ ჩვენ დღეს, როცა გარედან ინიციატივებს პრინციპულად არ იღებენ. სამწუხაროა ეს, იმიტომ რომ შეიძლება ჩვეულებრივ მოქალაქეებს კაი იდეა გაუჩნდეთ ამ ქვეყნის გულშემატკივრებს და რა მოხდა მე შენ პარლამენტში ხარ შეიძლება შენ არ მოხსნე იდეა და დაუშვათ აიღო ის იდეა, თუნდაც დაიწერე შენ. არავინ ძეგლი დაუდგა იმ ადამიანს, ვისაც ეს იდეა აქვს. არა, შენ გააკეთე, მაგრამ ესეც არ ხდება. ჩვენ არ იმას უყურებთ. ხო შეიძლება რაღაცა გაიჟღეროს იქ პარლამენტში იმ იდეა, მაგრამ ხორცს შესხმა არ ხდება. და აი ინიციატივის ის არ ხდება. გაზიარება და ეს არის ძალიან რეალიზაცია. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს? თავარი მუდმივი არაფერი არის. მუდმივი არის ეს. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან. ხო, ანუ როცა იქნება ეს ქართული ოცნება, წავა ხელისუფლებიდან. თავარი რა არის? თავარი არის ის, რომ ჩვენ მოსახლეობას დავანახოთ, აი სწორედ ასეთ გადაცემას ემსახურება ამას, რა არის სწორი და რა არის არასწორი. რომ უკვე შემდეგ აი გამზადებული ახალი ხელისუფლება იქნება თუ აი გამზადებულზე უკვე ეს რაღაც დოკუმენტი იგივე სახალხო ბანკის შესახებ, საცხოვრებელ უსაფრთხოების შესახებ, სხვა საკითხები, რომელსაც ეს ხელისუფლება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტებს, რომელსაც არ ახორციელებს, რომ ხალხმა იცოდეს რა არის სწორი და რა არის გასაკეთებელი, რომ ახალმა ხელისუფლებამ ეს საკითხები გაატაროს რეალიზაციაში ხალხის მოთხოვნით, რომ ხალხი იყოს გარკვეული ამ საკითხებში, ხალხი ერკვეოდეს და ჰქონდეს სახალხო მხარდაჭერა აი ამ საკითხებში. ეს არის თავარი. ამას კიდევ ზემოდან თუ დაემატება ის, რომ დავუშვათ დღევანდელი ხელისუფლებაც რაღაცას გაითვალისწინებს და თუნდაც მე ვხდებოდე, არ მეწყინება ნამდვილად თუ შეიცვლის კურსს აი ამ მიმართულებით და თუ საზოგადოების წიაღიდან წამოსულ ინიციატივების რეალიზაციას გააკეთებს, ამაზე კარგი დაიქნება, მაგრამ სამწუხაროდ დიდი იმედი არ აქვს.